ახლა ჩვენ პირდაპირ ეთერში ვთავთ დუშეთს, მე შევახსენებთ დღეს კოალიცია ქართული ოცნების ლიდერმა დუშეთში ამორჩეულთან შეხვედრა გაამართა. დუშეთში იმყოფება ჩვენი კორესპონდენტი გვაცა პაპავაძე, დეტალებს მისგან შევიტყობთ, გვაცა გისმენთ. დუშეთში მოსახლეობასთან შეხვედრა ბიძინა ივანიშვილმა პატიმრებზე ძალადობის სამსახველი კადრების შეფასებით დაიწყო და ამ თემას შეკრების შემდეგაც გამოეხმაურა. მისი თქმით, დღეს მოძალადე ხელისუფლებაა, რომელსაც მხოლოდ ერთი ადამიანის იდეოლოგიაზე აწყობილი სტრუქტურები ყავს. ივანიშვილის განცხადებით, ეს ძალადობა ხორციელდება არა მარტო პატიმრებზე, არამედ იმ ადამიანებზე, ვინც ამ დაკვეთას ასრულებს, თუმცა მისივე თქმით, ყველა კანონის დამრღვევი ადამიანი აუცილებლად უნდა დაისაჯოს. ივანიშვილმა დუშეთში გამგეობასთან შეკრებაზე საჯარო მოხელეებსაც მიმართა და მათ კანონის დაცვისკენ მოუწოდა. კოალიციის ლიდერმა მისი და ემიგრანტების შეხვედრის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოში ყველანაირი პირობა იქნება შექმნილი, რათა ემიგრანტები სამშობლოში დაბრუნდნენ. კოალიციის ლიდერმა დღეს შეკრებილ მოსახლეობას ქართული ოცნების პრიორიტეტებიც გააცნო, კერძოდ ესენია სოფლის მეურნეობის დარგის განვითარება, ჯანდაცვა და განათლება. მისი თქმით, აუცილებლად გაიხსნება მცირე საწარმოები და რუსეთის ბაზარი, ასევე ყველა სოფელს ექნება სკოლა და საბავშვო ბაღი და საქართველოში ყველა მოქალაქე იქნება დაზღვეული. ივანიშვილის განცხადებით, კოალიციის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი დასაქმება არის, თუმცა ვერც ერთი სფერო ვერ განვითარდება ეკონომიკის აღორძინების გარეშე. სოფლის მეურნეობის ამ მიმართულებით მე რამდენიმე წელიწადი იმის შემდგომ რომ სააკაშვილს ვერ შევაგნებინე რომ ეს დაეწყო, პირადად ძალიან ბევრი მაქვს გაკეთებული ირაკლის თხოვოთ თქვენს მაჟორიტარობის კანდიდატს რომ ჩაგიყვანოს ექსკურსიაზე და გაჩვენოს საგურამოსთან ახლოს ჯიგაურასა და წილკანში რომ რაც შეიძლებოდა სოფლიოდან საუკეთესო ჯიშის ნერგები გვაქვს შემოტანილი. ნახეთ რამდენი ვაზე აღვადგინეთ. ნახეთ როგორი ჯიშის კარტოფილი გამოიყვანეთ და როგორ ვახერხეთ საუკეთესო ელიტური ჯიშის მარცვლეულის გამოყვანასაც და როგორ ეს უფასოდ დაურიგდება გაისისთვის უკვე კარტოფილი მთელ საქართველოს ეყოფა იმდენი გამოიყვანეთ ელიტური ჯიში. ამას რამდენიმე წელიწადი დაჭირდა რომ იცოდეთ. ივანიშვილმა დუშეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ირაკლი ტრიპოლსკის შესახებაც ისაუბრა და მოსახლეობას მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდა. მისი განცხადებით, რაც არ უნდა ღირსეული კანდიდატი ყავდეს მართულ გუნდს, ის მაინც იქნება სააკაშვილის იდეოლოგიის მატარებელი. დღეს არჩევნებში მონაწილეობისაკენ დუშეთში შეკრებილ მოსახლეობას საზოგადოებისთვის ცნობილმა ადამიანებმაც მოუწოდეს. ბატონ ირაკლიზე ვიტყვი ორ სიტყვას ტრიპოლსკიზე. აქ დუშელების არაგველების მხარია და დუშელებმა რამდენმა ახალგაზრდა ბიჭმა მისცა სიცოცხლე ჩემ გვერდში ყველამ კარგად იცით. ასევე იყო ფასანაურელები, როგორც კი გაგრის ტრაგედია დატრიალდა და მუხანათურად ზავი დაირღვა ბატონი ირაკლის მასთან ერთად მისი მეგობრების არჩილ ჩოხელის თუ არ ვცდები ერთობლივად შექმნილი იყო ფასანაურელების არაგველების ასეული და იმ დღიდან ჩვენთან ერთად იყო. ეხლა ჩვენი ვალია ყველას ვეტერანების ადამიანების ბატონ ირაკლის წინაშე ჩვენი ვალი მოვიხადო და თუ წესიერება გვინდა ეს არის მან უნდა გაიმარჯვოს. ყველას ვსხოვ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას რომ არ გაყალბდეს. ძალიან გთხოვთ ყველას ხმა არის საჭირო. ჩვენ მაინდა-მაინც არ გეუნებით 51 შემოხაზეო კაცო. თუ ვინმე სხვა გული გაქვთ სხვა გულით მოდით. იქ ოღონდ მოდით და თქვენი ბიულეტენი არ გააყალბებინოთ. რიმოთარირო რამოთარირო დარირა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 ira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 
დარარაირაირო თუ გინდათ რომ ბილს არ შეეკრათ ზავითა აგერ არის თქვენი სიცხლე და ხორცი და მიეცით ამას ხელი ხარი და თვითონ სიყვარულს ათმაგად გადაგიხდით სიყვარულს გაგიმარჯვო დუშელებო დუშეთიდან ივანიშვილი ამერიკის ელჩთან შესახვედრად წავიდა მისი განცხადებით მათ ევროპელებისაგან და ამერიკელებისაგან ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს შესაბამისად მისივე თქმით ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას ვერ შეძლებს დღეს ივანიშვილმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისაკენ და განაცხადა რომ კოალიცია მათი ხმების დასაცავად ყველაფერს გააკეთებს. მანცა პაპოვიძე საუბრობდა დუშეთიდან პირდაპირ ეთერში